მოგესალმებით კოლეგებო, ქორუმი გვაქვს. დღეს მესამე მოსმენით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტში გაიმართება დღის წესრიგის გათვალისწინებული ორი საკითხის განხილვა. პირველი საკითხი ეხება საქართველოს პარლამენტის წევრების ტაბატაძის, ბატონი თენგიზ შარმანაშვილის, დვენაშვილის, გორდულაძის, იორ თამაშვილის და სხვა პარლამენტის წევრების მიერ დაინიცირებული კანონის პროექტი, რომელიც ეხება სადაზვერვო საქმიანობის შესახებ კანონის ცვლილებას, საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონის ცვლილებას და სხვა თამდევი კანონებია, სადაც ცვლილება შედის. ეს არის პირველი საკითხი და მეორე საკითხი არის საქართველოს მთავრობის მიერ საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტებს, ძირითადად ეს არის თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის თაობაზე. გთხოვთ დავამტკიცოთ აღნიშნული დღის წესრიგი. მადლობა. პირველ საკითხს წარმოგვიდგენს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის პირველი მოადგილე ბატონ თენგიზ შარმანაშვილი. გთხოვთ ბატონო თენგიზ, კანონპროექტი დარიგებული გაქვთ მესამე მოსმენით, მასში როგორც ვიცი, რედაქციული ხასიათის ცვლილებებია. გთხოვთ წარმოადგინოთ და შემდგომ თელ პაკეტზე ერთად ვიტყვი, მაშინ ინტერესი მხოლოდ რედაქციულია. დარიგებული ვარიანტი არის გასწორებული ჩვენი შესაბამისი სამსახურის რეკომენდაციების მიხედვით, რომელიც რედაქციაზე მუშაობს. ყველა დანარჩენიც ანალოგიურად არის. სახელმწიფო უსაფრთხოების შესახებ კანონში არის ჩასწორებული ვადა ერთი, მხოლოდ ამოქმედების რაღაც ერთი მუხლია ამოქმედება შედარებით ადრე, ვიდრე მთელი კანონი საერთო რედაქციიდან გამომდინარე, რომ ესე იგი ჰარმონიაში იყოს მთელ პაკეტთან. დარიგებულია თუ ვინმე აქვს სარედაქციო ხასიათის შეკითხვა შენიშვნა, მზად ვარ უპასუხო. ხომ არ აქვს კოლეგებს შენიშვნა? მადლობა ბატონ თენგიზ, განხილულია. მეორე საკითხს წარმოგვიდგენს თავდაცვის მინისტრის მოადგილე ბატონი გიგა გიორგაძე. გთხოვთ ბატონო გიგა. გამარჯობა. მესამე მოსმენით განხილვისათვის წარმოგიდგენ თავდაცვის კოდექსში ცვლილების შეტანის თაობაზე კანონის პროექტს და მისგან გამომდინარე კანონპროექტებს. პროექტი წარმოდგენილია საქართველოს პარლამენტის პლენარულ სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვისას თავდაცვის კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ საქართველოს კანონის პროექტის მიმართ გამოთქმული წინადადებების გათვალისწინებით, ასევე საქართველოს პარლამენტის იურიდიული დეპარტამენტის მიერ გამოთქმული რედაქციული ხასიათის ცვლილებების გათვალისწინებით. მადლობა. კოლეგებს ხომ არ აქვს შენიშვნა? წინადადება. მადლობა. მეორე საკითხიც განხილულია. კოლეგებო, გთხოვთ კენჭი უყაროთ ორივე საკითხს. პირველი საქართველოს დაზვერვის სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებების შეტანის თაობაზე, რომელსაც ახლავს თამდევი სხვა კანონპროექტები, ვინ არის მომხრე? მადლობა, ერთხმად მიღებულია. მეორე საკითხი საქართველოს მთავრობის საკანონმდებლო ინიციატივის წესით წარმოდგენილი საქართველოს კანონების პროექტში თავდაცვის კოდექსის ცვლილების შეტანის თაობაზე და აქაც თამდევი კანონპროექტები განიხილება მასთან ერთად, ვინ არის მომხრე? ერთხმად მიღებულია. მადლობა. ამით თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის სხდომა დამთავრებულია. მადლობა.